თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ვლადიმერ ღუდუშაურის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე 3 მოწმე დაკითხეს. ერთ-ერთი ბიზნესმენი დავით დავითაშვილი იყო. სწორედ მან მიჰყიდა თავდაცვის სამინისტროს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი. დავითაშვილის თქმით, მას მეგობრისგან ჰქონდა შეთავაზება ტენდერში მონაწილეობის შესახებ. ბიზნესმენის ჩვენებით მაგნიტო-რეზონანსული აპარატის შესყიდვის შემდეგ მას თავდაცვის სამინისტროსგან 3.940.000 ლარი ჩაერიცხა. შემდეგი მოწმე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ივანე არჯევნიშვილი იყო. ის უწყებაში შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირია. მისი დაკითხვისას კითხვები დასვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც. ჯუანშერ ბურჭულაძემ პროკურორს კითხვის ფორმულირება რამდენჯერმე შეუსწორა. რომელიც იყო საიდუმლოებში და ქონდა სამედიცინო აპარატის მოწოდების გამოცდილება, მივდებით და ვკითხეთ. და მან ვიპასუხა, რომ მე ვიცი, გამიგიო ეს იყო. თქვენ ეუბნებით, რომ კიდევ არის რა? თქვენ არც კიდევ. მე ვიცი. თქვენ პირდაპირ მივიდით პასუხი, რა უნდა იპასუხო. შეცვალა გავუკეთეთ. ინტერპრეტაცია კი არის, შეუცვალეთ აბსოლუტურად. შემდეგი მოწმე გორის ჰოსპიტალის დირექტორი შალვა მაღლაკელიძე იყო. მაღლაკელიძის თქმით, მან ჯუანშერ ბურჭულაძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მითითებული იყო ჰოსპიტალის საჭიროებები, მათ შორის სამედიცინო ტექნიკის აუცილებლობა. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია ეფუძნებოდა საიდუმლო დოკუმენტს, სადაც მაღალტექნოლოგიური აპარატის საჭიროება ხაზგასმით იყო აღნიშნული. მოწმის თქმით, წერილის გაგზავნის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტიდან პასუხი მიიღო, რომ პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა დამატებით შესაბამისი პარამეტრები მოითხოვეს. რის შემდეგაც მათ უწყებას აპარატის ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. რაც ეხება იმას, თუ რომელი კომპანია გაიმარჯვებდა ტენდერში, გორის ჰოსპიტალის დირექტორის თქმით, ეს მისი საქმე არ იყო. შემდგომ ეტაპზე ინვენტარის მიწოდება ნაწილ-ნაწილ განხორციელდა. დღემდე შემიძლია დავადასტურო, რომ აღნიშნული აპარატურა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იქნა მიწოდებული და ამ ეტაპამდე გამართულად ფუნქციონირებს. მისი სრულყოფილი დამონტაჟება გარკვეულ დროს საჭიროებს. მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რატომ მიიღო ხელშეკრულებამ საიდუმლო სტატუსი. მე მინისტრს მივმართე მხოლოდ ჰოსპიტალის საჭიროებებთან დაკავშირებით, ხოლო გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო ტექნოლოგიური აპარატის შესყიდვა საიდუმლო ყოფილიყო, თავად უწყებამ მიიღო. ჩემი მიერ გაგზავნილი წერილი საიდუმლო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში აღწერილი იყო ჰოსპიტალში არსებული რეალური მდგომარეობა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედევება. ბრალის მიხედვით ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის ნათესავისა და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2.606.272 ლარის ნაცვლად 3.940.000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც უწყებას 1.333.728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. გარდა ამისა, პროკურატურის თანახმად 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 554.000 ევროთ ქონება შეიძინეს. ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად კი მესამე პირთან დაბაწყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაც შეეხებათ ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან. ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.